თინეიჯერები ითხოვენ თავისუფლებას. სად არის ზღვარი თავისუფლებასა და მოვალეობებს შორის? ჭკუის რიგების უკან ძალიან ხშირად დგას ფსიქოლოგიური ზეწოლა. მეათე კლასელებმა იქორწინეს იმის გამო, რომ უბრალოდ თავი არ დაიცვეს. ეხლა აი ამ ადგილას უნდა იყოს პროტესტის ოვაციები. თინეიჯერები გაიყო ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ძალიან მადლიერია თავისი მშობლების. საქართველოში უმრავლეს შემთხვევაში მშობლების საუბარი მოზარდებთან არის ზეწოლა. ოჯახის სარკეა, შვილი დიდი დოზით სწორება ხალხის აზრზე ეს არის ჩამორჩენი. ამაზე სკოლაში არ საუბრობენ. ზრდა და განვითარება არ ხდება ცარიელ ადგილზე. თუ ცოტა შოპინგის ახას დაუმატებენ. აი ეს არის პირადი სივრცის დარღვევა. ეს არის პოდკასტი Teen Talk-ი. მე მხარს დაუჭერ თინეიჯერებს უპირობოდ და გულწრფელად. მე თაკო მიქელაძე ვარ. მოგესალმებით, მე თაკო მიქელაძე ვარ. წარმატებული ბიზნეს ლედი, სერტიფიცირებული კოუჩი, ორი ბიჭის, თინეიჯერი მოზარდის დედა და ახლა უკვე პოდკასტერი. ჩემი პოდკასტის სახელია Teen Talk-ი და ჩვენი სლოგანია ამას სკოლაში არასწავლიან. მე მხარს დაუჭერ თინეიჯერებს უპირობოდ და გულწრფელად. დავსვავ ყველა იმ კითხვას, რომელიც აინტერესებთ თინეიჯერებს, რომელსაც თვითონ ვერ აჟღერებენ და ჩვენი ანონიმური გამოკითხვების შედეგად მათ პასუხებს მე გავაჟღერებ იმ კომპეტენტურ ადამიანებთან, რომლის მოსმენის შედეგადაც შეიცვლება თქვენი ხედვა როგორც მშობლების, ასევე თინეიჯერის. და ფარული კედლები და ზღვარი მშობლებსა და შვილებს შორის, მოზარდებსა და მოზრდილებს შორის ავტომატურად ჩამოიშლება. მე დაგელაპარაკებით იმ ტაბუდადებულ საკითხებზე, რომელსაც სკოლაში ნამდვილად არასწავლიან. ჩემი გადაცემის პირველი ეპიზოდის სტუმარი არის ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი და პროექტის ახთი სკოლა მშობლებისთვის ავტორი და წამყვანი. მოგესალმები ხათუნა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩემი კითხვები მინდა თავიდანვე გაგაფრთხილო და გითხრა, რომ არის ანონიმური კვლევებიდან წამოღებული, რომელიც დაუსვით თინეიჯერებს და პირველი კითხვა მაქვს შემდეგი, რომ თინეიჯერები ითხოვენ თავისუფლებას. მათი უპირობო მოთხოვნაა, რომ კონდეთ შეუზღუდავად თავისუფლება. სად არის ზღვარი თავისუფლებასა და მოვალეობებს შორის? როგორ უნდა აუხსნათ ჩვენ შვილებს თუ რა არის მათი თავისუფლება, სად იწყება და სად მთავრდება, რა მოვალეობები აქვთ, ისე რომ ჩვენ ეს ლექციაში, ჭკუის დარიგებაში და მათთან ჯიბში ჩადგომაში არ გამოგვიყვანს. გამარჯობა, პირველ რიგში მოგესალმები, ძალიან მიხარია, რომ ამ საჭირო თემაზე ვარ აქ და ახლა. რადგან როგორც იცით, ჩემი სამიზნე აუდიტორიაც არიან მშობლები, გააზრებული მშობლები და ძალიან მიხარია თუ აქედანაც შემიძლია მათ მივწვდე. და მოხარული ვიქნები თუ ჩვენ დღევანდელი საუბარი სასარგებლო იქნება თინეიჯერებისთვისაც, რადგან ვფიქრობ მშობლებიც შეხედავენ დღევანდელ პოდკასტს და მათთვის ძალიან ბევრი საინტერესო რეცეპტი და დასკვნა შეიძლება გამოიტანო. რაც შეეხება თავისუფლებას, რომელიც შენ ახსენე, ეს არის უმთავრესი მოთხოვნა თინეიჯერის და პირველ რიგში მოდი დავარქვათ თავისი სახელი, რა ხდება გარდატეხის ასაკში, ანუ იმ პერიოდში, რასაც ჩვენ თინეიჯერობას ვეძახით და რატომ დგება თავისუფლების მოთხოვნა ასე მწვავედ. თუ მოზარდმა გარდატეხის ასაკში არ გაიბრძოლა და თავისუფლება დიდი დოზით არ მოითხოვა, ეს მდგომარეობა უკვე ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან თავისუფლების მოთხოვნა, გარკვეული პროტესტი, ყურადღების მიქცევა, გარკვეული ემოციური ამოფრქვევები, ეს ყველაფერი ამ პერიოდში ითვლება ნორმად. ეს დგება იმის გამო და იმისათვის, რომ მოზარდებმა ადამიანებმა, რომლებმაც ჯერ არ იციან ზღვარი, ანუ თავისუფლებასა და მორჩილებას შორის. არ იციან როგორ იპოვონ ის გზა, რომელიც არის პიროვნული გზა, ანუ თავიანთი მეს გზა. მათ პირველ რიგში სჭირდებათ გაბრძოლება. სჭირდებათ გადადგან ნაბიჯი თუნდაც ზედმეტობისკენ, რომ მერე შეძლონ თავიანთი თამამი ნაბიჯების დამენეჯმენტება. ეხლა აქ მე ვფიქრობ, თავარია მშობელი შეხვდეს ამ ყველაფერს მომზადებული და ძალიან ხშირად მშობლები არა თუ მხარს უჭერენ, არამედ ის რაც შენახსენე ჭკუის რიგებას, რასაც ვეძახით, ჭკუის რიგების უკან ძალიან ხშირად დგას ფსიქოლოგიური ზეწოლა. და ძალიან ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ ესა თუ ის ფრაზები არის პირდაპირი ფსიქოლოგიური ზეწოლა მოზარდზე.
თუნდაც ამის უკან იდგას ძალიან, ასე ვთქვათ, კეთილის რახვა. მოდი დავიწყოთ, ხო? აი მაგალითად, როდესაც მე მინდა მოზარდს შევურჩიო გარემო და ვეუბნები, რომ შენი მეგობრები არ იქცევიან კარგად, შენ არ ხარ სწორ გარემოში. ეს ჩემი გულწრფელი აზრია, მაგრამ ადამიანი, რომელიც არის 14, 15 და 16 წლის, მისთვის სერიოზული ზეწოლაა, როცა მის მეგობრებს ლანძღავ. ან როდესაც მე შევდივარ მის ოთახში, თუნდაც ვალაგებ მის ნივთებს. დაუკითხავთ, იმიტომ რომ წესრიგს ვუმყარებ, აი ეს არის პირადი სივრცის დარღვევა. თუნდაც როცა მე ვხსნი მის ტელეფონს, რა თქმა უნდა, ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ დავიცვა იგი ისეთი საშიშროებებისგან, როგორც არის ეგრეთ წოდებული საზოგადოებაში კარგად ცნობილი ლურჯი ვეშაპის მსგავსი პროექტებისგან, ხო? მაგრამ ეს არის მისი პირადი სივრცის დარღვევა და შეურაცხყოფა. როდესაც სტუმრები მოდიან სახლში და მე მინდა რომ მოზარდმა ჩაიცვას ის რაც მე მინდა. ანუ კი არ ვიღებ მას როგორიც არის, უნდა გამოვაჩინო. მინდა რომ ისაუბროს ისეთ თემაზე, რომელთაც წარმოვაჩენ მას ჩემი სტუმრების წინ, აი ეს ყველაფერი არის ძალიან აუტანელი და არის ზეწოლა. აქედან გამომდინარე, რასაც ჩვენ ჭკუის რიგებად აღვიქვავ და მოზარდი, რასაც ეძახის დემაგოგიას და რაზეც აქ პროტესტი, ეს რეალურად არის ზეწოლა. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მშობლებს, რომლებიც ახლა მოგვისმენენ, საერთოდ გაუჩნდეთ აზრი, რომ აბა რა უნდა ისაუბრონ. იმიტომ რომ საქართველოში უმრავლეს შემთხვევაში მშობლების საუბარი მოზარდებთან არის ზეწოლა. ამიტომ პირველ რიგში მე შემიძლია გაგიზიარო და შენ შეგვიძლია ატვირთო გადაცემის კომენტარებში, ან შეგვიძლია ინტერნეტ სივრცეში მოვიძიოთ, სად გადის ზეწოლას და ჯანსაღ ურთიერთობას შორის ზღვარი. და როგორც კი მშობელი შეწყვეტს ზეწოლას და დაინახავს მის წინ არა პატარა შვილს, რომელიც უკვე დიდია და რომელსაც თავის საზღვრები გააჩნია. ხო, ამას ვერ ხედავს ადამიანი და როგორც კი ამას დაინახავს, მისი ტონიც და მისი საუბრის მანერაც აბსოლუტურად შეიცვლება. ამიტომ პირველი რჩევა იქნება გავიგოთ რა არის ზეწოლა და შევწყვეტოთ. მინდა გითხრა ხათუნა, რომ ჩვენი გამოკვლევის პასუხებით საზოგადოება, ანუ თინეიჯერები გაიყო ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ძალიან მადლიერია თავისი მშობლების. და პასუხები არის მხოლოდ ის, რომ თუ ცოტა შოპინგის თანხას დაუმატებენ, კიდევ უფრო ბედნიერები იქნებიან. მაგრამ მეორე ნაწილში საქმე სრულად სხვანაირად არის. ითხოვენ მშობლებისგან და თავის გარემოცვისგან ნდობას, მხარდაჭერას და აღიარებას, რომ გაიზარდნენ, თავისი პრინციპები, თავისი პასუხისმგებლობები, თავისი მოთხოვნები აქვს და ამას სრულად იაზრებენ უკვე თვითონ. აი ამ ნაწილში რა შეიძლება ვურჩიოთ მშობლებს, იმიტომ რომ გამოდის, რომ ორი მშობლების განსხვავებული კატეგორიას ვესაუბრებით ალბათ. შენი პრაქტიკიდან გამომდინარე, აი ამ მომენტში რას ურჩევდი მშობლებს და რას ურჩევდი იმ მოზარდებს და თინეიჯერებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მშობლებთან აქვთ ნდობის პრობლემა, უნდათ რომ მეტი ესაუბრონ, მეტი გაუზიარონ, მაგრამ თითქოს ემოციური ჩატეხილობა არსებობს მათში. როგორ უნდა აღადგინონ ეს ემოციური ბალანსი, თუ გინდ მშობლებმა და შვილებმა ერთმანეთთან, რა იქნება რჩევა შვილებისთვის და რა იქნება რჩევა მშობლებისთვის, როგორც შენგან ფსიქოლოგისგან, რომ ეს ემოციური კავშირი აღდგეს. ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხეთ, იმიტომ რომ ემოციური კავშირი არის აი უმთავრესი პუნქტი მშობლის და შვილის ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ძალიან ბევრი რამ, რაც სჭირდება მოზარდს და რაც სჭირდება ჩვენ შვილს, მაგრამ ოჯახებში, სადაც ძალიან ბევრი დანაკლისი იყო, მაგრამ ემოციური კავშირი მშობელს და შვილს ჰქონდა, ბავშვები გაცილებით ნაკლებად ტრავმირებულები გამოდიან. და იმ ოჯახებში, სადაც ბავშვებს ყველაფერი აქვთ, ყველაფერი კეთდება მათი კეთილდღეობისთვის, მაგრამ ემოციური კავშირი არ არის, აქ უკვე ძალიან სავალალო შედეგი დგება მენტალური ჯანმრთელობის კუთხით და პირველ რიგში მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ორივე მხარემ დაინახოს. შვილებმა შეძლონ გაჟღერება იმისა თუ რა აკლიათ. ეხლა შენ რომ ახსენე თინეიჯერები, რომლებიც აფიქსირებენ რომ ემოციური კავშირი აკლიათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს არიან ძალიან გახსნილი ბავშვები, რომლებიც გრძნობენ, რომლებიც ცოცხლები არიან. ძალიან ხშირად ნახე
იმდენად ტრაუმირებულია ბავშვი, რომ ისიც იმასაც კი ვერ ხვდება, რომ მას ჭირდება ემოციური კავშირი. და როდესაც ერთხელ ამას გამოხატავს, მეორედ გამოხატავს, მერე თითქოს როგორც მოცემულობას იღებს და როდესაც ჩემთან ფსიქოლოგის კაბინეტში უკვე ზრდასრული 30 და 40 გადაცილებული ადამიანები ხვდებიან, მათ უწევთ არაერთ გზის მოსვლა სესიაზე იმისთვის, რომ გაიხსენონ, რომ თურმე ემოციური კავშირი აკლდათ და ჭირდებათ და მთელი ცხოვრება ამას ეძებენ. ამიტომ პირველ რიგში ვფიქრობ, რომ რომელი მხარეც აცნობიერებს, იქნებიან ესენი მოზარდები თუ იქნებიან მშობლები, ხო, რომელიც აცნობიერებს, რომ ხიდი ჩატყდა, იმან უნდა დაიწყოს კაკუნი თუნდაც დახურულ კარში. ხათუნა, მაინტერესებს, სად გადის ზღვარი რეალურ თინეიჯერულ პროტესტს, გარდატეხის პრობლემებს, ასე ვთქვათ, ემოციურ ამოფრქვევას და რეალურ პრობლემებს შორის. ანუ, რეალურად, როდის უნდა ატეხოს განგაში მშობელმა, რომ აქ ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური რაიმე პრობლემა დგას, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას მიაკითხოს ფსიქოლოგს, ექიმს თუ გინდ, ან ფსიქიატრს, კი ბატონო. ნახე, როდესაც მოზარდი რაღაცას აპროტესტებს, თუნდაც აჯახუნებს კარს. როდესაც მოზარდი იკეტება ოჯახის წევრებთან, მაგრამ ურთიერთობს მეგობრებთან და ახლობლებთან, ეს არის ასაკის თავისებურება. მაგრამ თუ ის არც მეგობრებს აღარ ეკონტაქტება, არც ოჯახის წევრებს, აქ უმიზეზო აპათია, უხასიათობა იკეტება თავის სივრცეში, ეს უკვე არის პრობლემა. გარდა ამისა არსებობს კიდევ რამოდენიმე მარკერი, რომელიც შეგვიძლია შევნიშნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია თუ მოზარდი აცხადებს, რომ აღარ უნდა სწავლა. და შესაძლებელია ცოტა ნაკლებად მეცადინეობს, მაგრამ ეს დიდად არ ისახება მის აკადემიურ მოსწრებაზე. მაგრამ თუ იგი უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე სრულად და იძახის, რომ აღარ წავა და არ მიდის, ან თუ მისი ქულები, ან ზოგადად სწავლის დონე მკვეთრად ეცემა და უარესდება, ეს უკვე არის გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემა. აგრეთვე მოზარდებს ახასიათებთ გვიან დაძინება, ხო, ირევა მათი ცხოვრების რიტმი, ასე ვთქვათ, junk food-ის არაჯანსაღი საკვების მოხმარება, მაგრამ თუ ეს ხდება პერიოდულად ამოფრქვევებად, ხო, ეს ისევ და ისევ არის ასაკის თავისებურება, რადგან სანამ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რა არის მისთვის საზიანო და რა არის მისთვის სასარგებლო, მან ყველაფერი უნდა გასინჯოს. მაგრამ თუ იგი ზოგადად მუდმივ რეჟიმში არის გვიან დაძინების, შუადღემდე გამოძინების, მუდმივ რეჟიმში მოიხმარს არაჯანსაღ საკვებს, ესეც უკვე არის გარკვეული პრობლემა, იმიტომ რომ რაღაცა გარკვეულ დამოკიდებულებებთან და მიჯაჭვულობებთან შეიძლება გქონდეს საქმე. ნახე, რაცა თინეიჯერი მოიხმარს არაჯანსაღ საკვებს, იღვიძებს გვიან, იძინებს გვიან და ამ შემდეგ, მას აქვს წონის პრობლემა, ფსიქოლოგიური პრობლემა, აკნე, სხეულთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა, რის გამოც სკოლაში და იმ სივრცეებში, სადაც ტრიალებენ, ხდებიან ბულინგის მსხვერპლი. ამ დროს რამე ბერკეტი თუ აქვს მშობელს, ან რა ინფორმაცია შეუძლია მშობელმა, რომ მიაწოდოს შვილს, ან რა უნდა იცოდეს, თავი როგორ უნდა დაიცვას თინეიჯერმა, ამ ბულინგისგან, ანუ პირდაპირი პასუხები უნდა გასცეს, ჩაიკეტოს და იტიროს და ეს ემოციურად დაცლის და დაეხმარება, რა შეიძლება იყოს იმ თინეიჯერისთვის შველა, რომელიც პირველად გახდა ბულინგის მსხვერპლი. იცი რა, ძალიან ინდივიდუალური იქნება შემთხვევები და შესაბამისად პასუხებიც იქნება ძალიან ინდივიდუალური, რადგან ყველა შემთხვევას აქვს თავისი წარმოშობის მიზეზი და ჩვენ ახლა მე მგონი შეცდომა იქნება, რომ რაღაცა კონკრეტული რეცეპტი მივცეთ, თუმცა, როდესაც შვილს, თინეიჯერს აქვს რაღაცა გარკვეული პრობლემა წონასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხმარს არაჯანსაღ საკვებს, როდესაც აქვს აკნე, აქ ძალიან ჭირდება მშობლის მხარდაჭერა და მკურნალობა. ხდები, იმიტომ რომ ამას პირველ რიგში უნდა გაუმკლავდეს ეს ადამიანი და მშობლის მხარდაჭერა ჭირდება. მაგრამ რაც შეეხება ბულინგს, აქ ჯობია რომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად იყოს განხილული. რომ შეიძლება მცდარი ხათუნა, დარიგება შენ გაქვს პროექტი ახსნის სკოლა მშობლებისთვის. რა არის ის მთავარი შეცდომა და რა არის ის მთავარი პლუსი და ბერკეტი, რომელსაც ქართველი მშობლები ჩვენ შვილებთან ან ვუშვებთან ვიყენებთ? რა იქნება შენი რჩევა მშობლებისთვის, რომლებიც ახლა გვეყურებენ?
შესაძლებელია მთლად მოსაწონი არ იყოს, რაც უნდა ვთქვა, მაგრამ რამოდენიმე ძალიან გამოკვეთილი პრობლემა არსებობს, რომელიც ახასიათებს უშუალოდ საქართველოს, რაც სახეზეა. პირველი ეს არის მანდილოსნების მუდმივად დედის როლში ყოფნა. ანუ გამომდინარე იქიდან, რომ ქართლის დედა არის ჩვენი ყველაზე დიდი ქანდაკება და ჩვენთან არის დედის კულტი და ნებისმიერი კულტი უკვე არაჯანსაღია. როდესაც ჩვენ ვიბადებით კოლექტიურ არაცნობიერს გულისხმობ და ჩვენს, იმიტომ შეიძლება ჩემთან ესე არ იყო ან შენთან, მაგრამ ზოგადად მასიურად ესეა, ხო? გოგო როცა იბადება ოჯახში, მას ასწავლიან როგორი უნდა იყოს დედა. არავინ არ ესაუბრება მას როგორი პარტნიორი უნდა იყოს. ან როგორი კარიერა უნდა ქონდეს, ხო? გოგოებს ასწავლიან როგორი დედა უნდა გამოვიდეს. და ძალიან ხშირად ეს გოგო როდესაც იზრდება, ხდება დედა ყველასთვის. თავისი შეყვარებულისთვის, მერე თავისი პარტნიორი მეუღლისთვის, მერე შედის ოჯახში, ხო? ეს კლასიკური სიტუაცია, როდესაც დედამთილი და რძალი ძალიან ხშირად იბრძვიან ბჭყალებში, ხო? კონფლიქტები ხდება იმის გამო, რომ დედობა ვინ არის ნომერ პირველი დედა, ამაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ეს არ არის გააზრებული, ეს ხდება გაუაზრებლად და ეს არც დასაცინი არ არის, არც სასაცილო არ არის, არც გასაკითხი, ეს არის ძალიან სერიოზული მოსაგვარებელი პრობლემა. რადგან პარტნიორობის სწავლა არ ხდება. დედა არის ყველაზე ხანმოკლე როლი ქალისთვის. ეხლა აი ამ ადგილას უნდა იყოს პროტესტის ოვაციები, მაგრამ ეს პოდკასტია და ალბათ ეს ოვაციები გექნება კომენტარებში, რას ქვია ყველაზე პატარა. ნახე, იმ ფორმით და იმ დოზით დედობა როგორითაც მე ვიწყებ ამ დედობას, ის აუცილებლად უნდა დასრულდეს ბავშვის გარდატეხის ასაკისთვის. და ის თუ კი ესე რაღაც რომანტიულად მიგვაჩნია, რომ რაღაცა 40 წლის კაცს დედამ დაურეკა და კითხა თბილად თუ აცვია, მე მესმის შეგვიძლია რომანტიზება გავაკეთოთ, მაგრამ ეს ღუპავს თაობებს. რადგან სანამ მე ჩემი დედობის დოზას და იმ ბავშვებზე ზრუნვის დოზას არ შევკვეცავ და მე ჩემი პიროვნული განვითარებით არ დავკავდები როგორც დედა, მე ვაზიანებ შვილებს. შემდგომი როლები ეს არის პარტნიორობა. ხო, როდესაც მე უნდა მყავდეს პარტნიორი, მეუღლე, მამაკაცი გვერდით, როგორც ქალი უნდა ვიყო რეალიზებული. აგრეთვე მე უნდა ვიყო რეალიზებული კარიერაში, ჩემს საქმიანობაში. აი ეს თუ ამოგდებულია, მე მარტო მრჩება, რომ მე ვარ მარტო დედა და მზრუნველობით ვახჩობ ჩემს შვილს. და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც საქართველოში ძალიან დიდი დოზით არის წარმოდგენილი. შენი პასუხიდან გამომდინარე, ისევ თინეიჯერების ანონიმურ პასუხებს მოვიყვან მაგალითად და ჩაგეკითხები რა. მათ მოგწერეს, რომ ძალიან აღიზიანებთ და ძალიან თრგუნავთ მშობლების პასუხები, რომელიც არის რას იტყვის ხალხი და ბავშვი არასწორი გზით არ წავიდეს. ამაზე ძალიან დიდი პროტესტი აქვთ თინეიჯერებს და მოზარდებს და მათი გადმოსახედიდან მათი ემოციური კომფორტი, მათი ფიზიკური კარგად ყოფნა ყველაზე მეტად ზიანდება საზოგადოების სასარგებლოდ. როგორ უნდა შევცვალოთ ეს ჩვენ გააზრებულმა მშობლებმა, რომლებმაც გავიაზრეთ, რომ შვილების უპირობოდ კარგად ყოფნა უფრო მეტი გვიღირს, ვიდრე რას იტყვის ხალხი. და ამით არ დავაზიანოთ მოზარდი შვილები, თუ რას იტყვის ხალხი. მესმის, რომ მეც ვიძახდი, რომ ალბათ ამ პოდკასტის მერე ნეტა რას იტყვის ხალხი, რა კომენტარები დაიწერება და რა იქნება. და კი, საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია ყოველთვის, მაგრამ როცა ვსაუბრობთ თინეიჯერებზე და მუდმივი მშობლის პასუხი არის თუ რას იტყვის ხალხი, როგორ შეუძლია მშობელმა ეს შეცვალოს და როგორ შეუძლია თინეიჯერმა გააპროტესტოს ეს ყველაფერი ისე, რომ მშობელმა გაიგოს სწორად. აი ეს ორივე მხრიდან თუ შეგიძლია ფსიქოლოგიურად აგვიხსნა და დაგვანახო. რთული საკითხია. რთული საკითხია. თაობებს გადმოეცემა ეს საკითხი გენეტიკური კოდივით და მგონი ამიტომა ყველაზე რთული, იმიტომ რომ მეც ამაზე ვარ გაზრდილი, რომ რას იტყვის ხალხი, უნდა იყო კარგი გოგო, შესანიშნავი შვილი და ასე შემდეგ და შენ არაფერი არ უნდა გტკიოდეს. რეალურად ყოველთვის რაღაცა გტკივა გვაწუხებს და გვიხარი, ანუ ძალიან ბუნებრივი მომენტია. როგორც მოზარდებს, ასევე ზრდასრულებს.
კი, ეს არის იყავი კარგი გოგო, მოიქეცი როგორც ყველას მოეწონება და რა სიტყვის ხალხი, ამის მუდმივი ძახილი არის პირდაპირი გეზი ფსიქოთერაპევტის კაბინეტისკენ. ან ფსიქიატრის კაბინეტისკენ, რადგან ჩვენ ცოცხლები ვართ, გვაქვს ჩვენი მე, უნდა გაგვაჩნდეს ჩვენი აზრი, რა თქმა უნდა საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია და ეს მეორე უკიდურესობაა, რომ არავის აზრი არ გვაინტერესებდეს, მაგრამ ეს აზრი არ უნდა იყოს წამყვანი და ეს აზრი არ უნდა იყოს იმდენად დომინანტი, რომ ჩვენ საკუთარი მეობა დავკარგოთ. ეხლა ძალიან საინტერესო კითხვა დასვი, ნახე მშობლები ძალიან ხშირად შვილებთან ერთად იზრდებიან და შვილი, რომელიც აპროტესტებს აი ამ რა სიტყვის ხალხის ძალიან ხშირად მშობელს ეხმარება განვითარებაში და გაზდაში. იმდენად სწრაფად ვითარდება თაობები და იმდენად აჩქარებულია ცხოვრების რიტმი, რომ ჩვენ იზღა დაგვჩენია, რომ ჩვენ შვილებს დავეწიოთ. ამიტომ მე პირადად ჩემ პირველ შვილთან ერთად გავიზარდე, გამზარდა და ეხლა ჩემს მეორე შვილთან ერთად ვიზრდები, ის მზრდის, ამიტომ ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც მოზარდის პროტესტს. იმიტომ რომ მშობელიც გადის გარკვეულ აღზრდას მასთან ერთად და ამას მოზარდებიც თუ გაიაზრებენ, იქნება ძალიან საინტერესო. ჩვენ აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვცხოვრობდით და უცბად რამოდენიმე რეალობა რეალურად გამოიცვალა, ხო, მშობლებისთვის. და მათ უჭირთ მშობლებს ადაპტაცია ამ რეალობაში, მაგრამ მოზარდები უკვე არიან ადაპტირებული. მაგრამ მეორეს მხრივ ახლა მშობლებს რა შეგვიძლია უთხრათ, რომ ძალიან დიდი დოზით სწორება ხალხის აზრზე ეს არის ჩამორჩენა. და რაც უფრო მეტად ჩამორჩებით, მით უფრო მეტად გვექნება უფსკრული ჩვენ შვილებთან. ამიტომ უნდა დავეწიოთ ჩვენ შვილებს და უნდა მივიღოთ, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ვართ დიდები და გამოცდილება რასაკვირველია მათზე მეტი გვაქვს, ხო? რომ გარკვეულ საკითხებში მათაც უნდა მიუყვეთ მათ აზრს და დავეწიოთ. ხათუნა, მეორე უკიდურესობას მინდა აქ შევეხო, რაც არის სოციალური ქსელები. თუ გინდ ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტი, სადაც მოზარდები, თინეიჯერები ცდილობენ მიიღონ ინფორმაცია, პასუხგაუცემელ კითხვებზე პასუხები, თუ გინდ ფსიქოლოგიური დახმარება, რომელიც ხელოვნური ინტელექტს უკვე რაღაც დონეზე მაინც შეუძლია, ინფორმაცია სექსუალურ განათლებაზე, ინფორმაცია თუ გინდ პირველ ბულინგზე, ინფორმაცია ნიკოტინის მოხმარებაზე და ასე შემდეგ. აი, აქ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რა ზიანს აყენებს თვითონ მოზარდებს. არასწორი ინფორმაციის მიღება სოციალური ქსელებიდან და სოციალურ ქსელებში უხვად არის ინფორმაცია და რა არის სწორი და რა არის არასწორი. ესეც პირობითია, უბრალოდ ჩვენ მშობლები ვუყურებთ, რომ აი ამას კატეგორიულად არ გვინდა, რომ უყურონ ჩვენმა შვილებმა. აი, Roblox-ია თამაში, რომელსაც მოზარდები თინეიჯერები აქტიურად თამაშობენ და ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა ამ თამაშზე. და ძალიან შემაყუწუხებელი პროგნოზები დაიდო, რომ აი ამას ვინც თამაშობს, მიდრეკილია აუტიზმისკენ და ასე შემდეგ. როგორ შეუძლია აკონტროლოს ეს მშობელმა და ფაქტიურად მე პირადად შეუძლებელი მგონია და უფრო აქ გთხოვდი რჩევას მოზარდებისთვის, თვითონ როგორ დაახარისხონ სწორი და არასწორი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში და თამაშებში, რას უნდა მიაქციონ ყურადღებას. აქ ძალიან სერიოზულ თემას ვეხები, დილემას უფრო. იმიტომ რომ მოზარდის მაგალითად ტელეფონში შეჭრა, ხო? და დათვალიერება თუ რას უყურებს ეს არის მისი პირადი სივრცის დარღვევა და უნდობლობა. მაგრამ მეორეს მხრივ რაღაცნაირად გვინდა დავიცვათ. კი, ჩვენ გქონდა პასუხებში, სხვათა შორის ერთ-ერთი თინეიჯერი წერდა, რას თხოვ შენ მშობლებს, თხოვე რომ ოღონდ ჩემ ტელეფონს არ მოკიდონ ხელი და შიგნით არაფერი მიგექონო და მეტი მე მგონი არაფერი მინდაო და ძალიან ისეთი პასუხი იყო. ამ დროს მშობელს შესაძლებელია მშობელს უბრალოდ ეშინოდეს, რომ მოზარდი არ გახდეს რაღაცის მსხვერპლი, რაც ბრალად არის. იცი, სამწუხაროდ იმდენად სწრაფად განვითარდა ტექნოლოგიები, რომ ეხლა ჯერ კიდევ გამოსავალი ასე დაზუსტებულად, რომ გითხრა უნივერსალური ვერ გეტყვი. ისევ და ისევ ნახე, თუ ოჯახში მოზარდი იზრდება გარკვეულ ჯანსაღირებულებებზე, თუ ის ხედავს, რომ რა არის მისი მშობლისთვის მისაღები, რა არ არის მისი მშობლისთვის მისაღები, თუ მშობელი გარკვეულწილად არის ავტორიტეტი და ასწავლის მოზარდს აზროვნებას, რადგან ნახე, რაღაცა ინფორმაციის მიღება უკვე დღევანდელ ეპოქაში ძალიან მარტივია, მაგრამ აზროვნება უნდა შეგვეძლოს. შესაბამისად, ისევ და ისევ სიღრმიდან უნდა დავიწყოთ, ანუ ისეთი ღირებულებები უნდა ჩავდოთ,
მოზარდებში, რომ მე უნდა ვენდოთ, სხვა გზა აღარ აქვს, იმიტომ რომ რომც არ ვენდოთ, ის მაინც იმას გააკეთებს, რასაც საჭიროდ ჩათვლის. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ნებისმიერ მოზარდს თუნდაც ეხა ალბათ გამოკითხვა ვისთანაც ჩაატარე, რომ კონდეს საშუალება რომ კითხვა დაუსვა, ზუსტად იცის იმა, რამდენი საათი უნდა იყოს სოციალურ ქსელში. ისი ზუსტად იცის, რომ საზიანოა. მაგრამ ნახეთ, ეხა რომ გადავიდეთ მის ოჯახში რა ხდება, მისმა დედამაც იცის, ან მამამ რომ მოწება მავნებელია, მაგრამ ეწევა. მისმა ვიღაცამაც იცის, რომ მამის ჭამა არ ვარგა, მაგრამ ჭამს. რეალურად ჩვენი ქცევა თუნდაც საკუთარ თავთან მიმართებაში, ჯანმრთელი ცხოვრების წესთან მიმართებაში ეს ლოიალური ქცევა არის ხომ მე მაგალითი, რომ მათაც იციან, რომ ეს არ არის სასარგებლო, მაგრამ აკეთებენ ჩვენსავით. ანუ ისევ და ისევ საკუთარ თავზე შეგვიძლია ისე მანდი მივდივართ. კი. ქვეცნობიერად, დიდწილად, რა თქმა უნდა, არსებობს რაღაცა გამონაკლისები, მაგრამ დიდწილად ასეა. ხათუნა, მე მინდა ერთი მთავარი საკითხი, რასაც ქვია სკოლა. შევეხო და სკოლაში არ ასწავლიან ჩვენ შვილებს სექსუალურ განათლებას, არ ასწავლიან ფსიქოლოგიას, როგორ უნდა მოიქცნენ, არ ასწავლიან წარმატების ფსიქოლოგიას. აი ამ საკითხებზე როგორ შეიძლება უკვე თინეიჯერს, მოზარდს ველაპარაკოთ ისე, რომ მისი კითხვები დავაკმაყოფილოთ, თან მის პირად სივრცეში არ შევიჭრათ, მე როგორც ორი მოზარდი თინეიჯერი ბიჭის დედა, აქტუალურად მიდგას ეს საკითხი, რომ აი როგორ ველაპარაკოთ ჩემ შვილებს, რა ვურჩიო, რომ თუ გინდ ან უყურონ, ან წაიკითხონ, ვიცი რომ ამაზე სკოლაში არ საუბრობენ, მაგრამ მიდის ჩუმი განხილვა თინეიჯერებში. ამ დროს რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ და რა ვურჩიოთ ჩვენ შვილებს? ამ ტაბუდადებულ თემებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ძალიან სავალალო სიტუაცია გვაქვს სკოლებთან დაკავშირებით, ეს ჩემი ტკივილიც არის, იმიტომ რომ განათლების სისტემა, ან ის რაც ხდება სკოლებში, ვერ ეწევა იმ განვითარების სისწრაფეს. რაც რეალურად ასწავლიდნენ, იმას ასწავლიან ჩემ შულსაც და იმას უკვე სხვა ინტერესები აქვს. უამრავი ცვლილება არის შესატანი, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. რაც შეეხება სექსუალურ განათლებას, ამას წინათ ქონდა რაღაც პროექტი გამოკითხვა ჩავატარეთ სამშობიაროებში, როდესაც ახალგაზრდა გოგონები მოდიან სამშობიაროდ და მათ მოყვებიან თავიანთი მეუღლეები და ისეთ საოცარ კითხვებს ვავენ, რომ გასაგებია, რომ საზოგადოებას ამ თემაზე განათლება საერთოდ არ აქვს. ანუ საერთოდ მზაობა არ არსებობს სექსუალური ცხოვრების, ზოგადად რეალური ცხოვრების არ არსებობს. მაგრამ საბედნიეროდ ამის საპირწონედ განვითარდა თაკო ძალიან ბევრი პიროვნული ზრდის ცენტრი და სკოლა. სადაც მოზარდები ძალიან ბევრი და ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, რომ 1, 2, მე-5, მე-6, სადაც შესაძლებელია მოზარდების მიიყვანა, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ყველა ვერ მიიყვანს, იმიტომ რომ ეს არ არის იაფი სიამოვნება და ეს რა თქმა უნდა ფასიანია, მაგრამ შეგვიძლია ამ სახით აუნაზღაუროთ და იქ არის საუბარი წარმატებაზე, არის საუბარი სექსუალურ განათლებაზე, არის საუბარი წინსვლაზე და ასე შემდეგ. ყველა იმ თემაზე, რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს მოზარდისთვის და აგრეთვე კიდევ მეორე მინიშნება ძალიან ბევრი თუნდაც თავისუფალი მოხმარების უფასო აპლიკაცია არსებობს, ძალიან ბევრი ლექციების ციკლი არსებობს, სადაც შეიძლება მშობლებმა უშუალოდ მასზე მორგებული რჩევები მიიღონ, როგორ ეკონტაქტონ თავიანთ მოზარდებს ესეთ ტაბუდადებულ თემებზე. როგორც წესი, მშობლებს თვითონ აქვთ ამის კომპლექსი ხოლმე. უმრავლესობა ჯერ კიდევ თვლის, რომ რაღაცა ადამიანებს ორ ნაწილად ყოფს, რაღაც ფულიანებს და კარგ ადამიანებს და პატიოსნებად, ხო? და ასე შემდეგ. თვითონ უჭერთ საზოგადოებაში დასრულებსაც კი უჭერთ სექსუალურ თემებზე საუბარი. ამიტომ მე ვფიქრობ, ისე მშობლებიდან უნდა დავიწყოთ. ნაწილობრივ გეთანხმები, ხათუნა, რომ ისევ მშობლებიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ მოზარდები იშვიათად, ძალიან იშვიათად, ანუ ჩემივე ანონიმური გამოკითხვის, რომელიც რაღაც ნაწილს ალბათ დავურთავ ამ პოდკასტზე და ვაჩვენებ, ანუ ფაქტიურად ამ თემებზე მშობლებთან ვერ საუბრობენ. კი, გეთანხმები, რომ მშობლებთანაც დახურულია ეს თემა, მაგრამ ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან, რომ ერთ-ერთ სკოლაში მე-10 კლასელებმა იქორწინეს იმის გამო, რომ უბრალოდ თავი არ დაიცვეს და არც ერთს არ ჰქონდა ინფორმაცია საერთოდ ეს როგორ უნდა მომხდარიყო. და გააჩინეს შვილი, იმიტომ რომ ეს გოგო იყო ორსულად. ანუ არის თუ არა აქ სკოლა ვალდებული, რომ
რამე ინფორმაცია მიაწოდოს და თუ სკოლა არ არის ვარდებული, არის ალბათ მშობელი. და ამის დეფიციტი რო არის, იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს პოდკასტი ზუსტად იმ ტაბუდადებულ თემებს ემსახურებოდეს, რომ მეათე კლასელებმა ნამდვილად არ შექმნან ოჯახი იმის გამო, რომ ორსულად დარჩა გოგო და ბიჭმა მეათე კლასშივე პასუხისმგებლობა აიღო ეს ოჯახის დაძალებით იქნებოდა თუ იმის იქით კიდევ საკითხავი. ნახე ამ ეპიზოდს ვინც ნახავს აუცილებლად გააკეთებს შესწორებას რომ იმიტომ კი არის იქორწინეს რომ გოგო ორსულად დარჩა იმიტომ რომ მათ არ იცოდნენ რომ მეათე კლასში ამის გაკეთება არ შეიძლება. ხვდები, ანუ ხედვები სხვადასხვა არსებობს, თუმცა მე ვფიქრობ იდეალური იქნება თუ გეყოლება პოდკასტის სტუმარი, სექსოლოგი, ან ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ნაბიჯ მიყვება განვითარებას, მოზარდის განვითარებას, განსაკუთრებით სექსუალური მიმართულებით და სათითაოდ თითოეულ ნაბიჯს გაშლის. და ვფიქრობ, ეს საინტერესო იქნება როგორც მოზარდებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის, რომლებმაც არ იციან ამ თემაზე საუბარი როგორ დაიწყონ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ძალიან მნიშვნელოვანი თემა და აქ არ არის საუბარი გარყვნაზე და რაღაცა ვნებებზე. აქ საუბარი არის ადამიანის ფიზიოლოგიაზე, ანატომიურ მოთხოვნილებაზე, ფიზიოლოგიაზე, ანატომიაზე. მე გუშინ ვესაუბრებოდი ჩემ პატარა მეგობრებს, თინეიჯერებს და მიყვებოდნენ, რომ ბიოლოგიის გაკვეთილზე, როცა მივიდნენ ანატომიაზე, ადამიანის აგებულებაზე და მთლიანად განსახილველი იყო ეს თემა, თვითონ მასწავლებელმა გამოტოვა ეს თემა, იმიტომ რომ ბავშვებისგან არ ყოფილიყო ან გლიცინის და დაცინვის საკითხი და თვითონაც არ ყოფილიყო უხერხულობაში, ანუ ამიტომ თვითონაც გარკვეული კომპლექსი აქვს. კი. და კი, ხდება რაღაცა სასქესო ორგანოებს გადაახტებიან ხოლმე, რადგან უხერხული გამოსათქმელია ეს ყველაფერი. არა და ჩვენ ხო აბსოლუტურად ყველა ორგანო თანაბარი გვაქვს და ყველა ორგანო არის თანაბარ მნიშვნელოვანი. და ეს იმხელა კომპლექსია, რომელიც დევს ჯერ უფროს თაობაში და აი ტრანსგენერაციული ტრავმასავით მოყვება. კი. ხათუნა, მე მინდა კითხო, რა იქნება ოქროს წესი სამირჩევა მოზარდებს და მშობლებს, რომელიც დაეხმარებათ ამ თემების უფრო მეტად ერთმანეთთან გახსნაში და თუ გინდა ემოციური კავშირის, ელემენტარული საუბრების დაბრუნებაში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოზარდიშვილი იკეტებოდეს ოთახში. რა შეიძლება ამ დროს გააკეთოს მშობელმა, რომ შვილი გამოიყვანოს ოთახიდან და გახდეს შვილისთვის საინტერესო ის თემები, ან აქტივობა, რასაც მშობელი შესთავაზებს და რა უნდა გააკეთოს თინეიჯერმა მოზარდმა, რომ მშობელთან თუ ფიქრობს, რომ ემოციური კავშირი აქვს დაკავებული, აღადგინოს, აი პირველი ნაბიჯები რა იქნება. მშობლებიდან დავიწყოთ თუ მოზარდებიდან? ჩემთვის საინტერესო დღეს უფრო მოზარდებია. მოზარდებისთვის პირველ რიგში მოზარდებს ვეტყოდი, რომ მშობელი, ხო, რომელმაც არ იცის როგორ დაამყაროს ემოციური კავშირი. ეს არის ადამიანი, რომელსაც თავის ბავშვობაში ძალიან ბევრი ტრავმა აქვს გადატანილი. ემოციური კავშირის არ ქონა არ მოდის იქიდან, რომ მე შენ არ მიყვარხარ. მე მოფერება არ ვიცი. მხარდაჭერა არ ვიცი, რადგან არ მქონია. ამიტომ თუ ჩვენ მშობლებში ის ადამიანები, ვისაც ესეთი მშობლები ყავს, ცოტა შორს მის ტკივილებსაც დაინახავენ, აბსოლუტურად სხვანაირად იქნება მათი მხრიდან ეს ყველაფერი აღსაქმელი. და ეს ნამდვილად ასეა, ჩვენ ერთმანეთს ვზრდით. რაც შეეხება მშობლებს ვეტყოდი, რომ აუცილებლად უნდა განვითარდეთ ემოციურად, მენტალურად, გონებრივად და აუცილებლად უნდა დავეწიოთ მომავალ თაობას. იმიტომ რომ ჩაკეტილი მოზარდი და მისი მოხურული ან მოჯახუნებული კარი ნიშნავს, რომ ჩვენს შორის არის უფსკრული და ამ უფსკრულის დაძლევა შეგვიძლია ცოდნით, რომელიც არის ერთადერთი სინათლე, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ნებისმიერი ყინული გავალღოთ. კიდევ ერთ საკითხს დავამატებდი ამ შენ დასმულ კითხვას, ეს არის მადლიერების წინ წამოწევა.
როგორც მოზარდების მხრიდან, როგორც წესი, ხშირად კეთდება ხოლმე აქცენტი იმაზე, თუ რა აქვთ, კი მე მესმის, რომ მათი საჭიროებები შეიძლება არ კმაყოფილდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აგრეთვე მშობლების მხრიდან, მშობლები ძალიან ხშირად უსმენ ხას იმას, რაც არ მოწონთ. მაგრამ თუ სწორებას გავაკეთებთ მადლიერებაზე, იმაზე თუ რისთვის შეგვიძლია ვუთხრათ ერთმანეთს მადლობა. გაცილებით მარტივი იქნება იმ კრიზისულ თემებზე საუბარიც. ხათუნა, მან კითხვით დაგიბრუნდები, რამდენად ხშირად უნდა უთხრათ ჩვენ მშობლებმა შვილებს, რომ გვიყვარს, ძალიან გვიყვარს, მე შენ მიყვარ ხარ. მე პირადად ცოტა ვახრჩობ ხოლმე ამ ფრაზით სიტყვებით და ჩემი შინაგანი გრძნობით, რომ აი, რაც არ ვიცი ხოლმე და ვიკარგები ესე ვთქვათ, რომ აი ეხლა ამ მომენტში რა შეიძლება უთხრა, ვეუბნები, რომ აი ძალიან მიყვარ ხარ, აი რამდენად ხშირად გარდა ტეხის ასაკში, ანუ მისაღებია მიუღებელია, როგორ არის ეს მომენტი, ძალიან მაინტერესებს. იმიტომ რომ ჩვენთან გამოკითხვაშიც ახლა ვუყურებ თან ჩვენ გამოკითხვას, ზოგისთვის, ანუ ეს თუმ აჩარი, ანუ ბევრია, ესე ვთქვა და ზოგს საკლია, ძალიან აკლია და ანუ აი სად არის მან შვალეთი და საჭირო. ნახე, ბევრი რა შემთხვევაში არის, როცა ეს მე შენ მიყვარ ხარ არის დედა გენაცვალოს და ბავშვობიდან წამოსული. ხვდები? აი როცა მოზარდი მინახავს ხშირად, მოზარდი უყვება თავის რაღაცა მნიშვნელოვან საკითხს და დედა კი არ უსმენს, როგორ მიყვარ ხარ, ანუ ხვდები, როდესაც ეს არის აბსოლუტურად უადგილო. როდესაც შენ მე ემოციურ მხარდაჭერას არ მიცხადებ, მე რაღაცა მნიშვნელოვანს და შენ ეს არ გონია მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში ეს ან მეხუტები, ზედმეტად მეხუტები და ეს და თან საზღვრებსაც მირღვევ. და უკვე აქ პროტესტი მაქვს, იმიტომ რომ იქ ვერა მაქვს პროტესტი, ვერ გაგებინებ, რომ ჩემი ტელეფონი არ უნდა გახსნა და დაუკაკუნებლად არ უნდა შემოხვიდე და ასე შემდეგ, მეგობრები არ უნდა დამიწუნო. ამ შემთხვევაში უკვე პროტესტი მაქვს შეხებაზე. და შენ გამოხატულ სიყვარულზე, მაგრამ რეალურად უნდა ვუთხრათ ხშირად. ძალიან ხშირად უნდა ვუთხრათ, რომ მე შენ გენდობი. მე შენ მიყვარ ხარ და ყოველთვის მეყვარები, რაც არ უნდა მოხდეს. ძალიან გული მეტკინება შენ რომ შეგეშალოს, მაგრამ მე მაინც შენს გვერდით ვარ. ანუ მშობელი არის ნავსაყუდელი, რომელიც შენთან არის მიუხედავად ყველაფრისა. ეს რა თქმა უნდა ეს არ არის წაქეზება რომ შენ რაც გინდა გააფუჭე მე ხელს დაგაფარებ ანუ მშობელმა შეიძლება გაუსვას ხაზი რა არ მოსწონს მაგრამ ეს ძალიან ბევრჯერ უნდა ითქვას მე შენ მიყვარ ხარ არ არის საინფორმაციო ფრაზა რომ მე შენ გამცნე და დამთავრდა მე შენ მიყვარ ხარ არის კვება აი როგორც ჩვენ დღეში რამდენჯერმე მივირთმევთ ეს არის ემოციური კვება და რაც უფრო ხშირად იქნება ნათქვამი მით უკეთესი და თუ ამაზე მოზარდს აქვს პროტესტი მაშინ უნდა გავარკვიოთ რას აპროტესტებს იგი? ხათუნა, ბოლო მესიჯი, რომელსაც დაუტოვებდი მოზარდებს და თინეიჯერებს და მშობლებს იმ კედლების და იმ საზღვრების დასანგრევად და სწორი საზღვრების ჩამოსაყალიბებლად, როგორც ფსიქოლოგი, რას გვეტყვი? იცი რა, ვიტყოდი რომ ჩვენ პლანეტა დედამიწაზე ერთმანეთს მშობლები და შვილები და მშობლები შემთხვევით არ ხვდებით. და ხვდებით იმიტომ რომ ერთად უნდა გავიაროთ ის გზა. და ზოგადად ზრდა და განვითარება არ ხდება ცარიელ ადგილზე. ზრდა განვითარებას ყოველთვის ახლავს რაღაცა გარკვეული დისკომფორტები და გარკვეული კრიზისები. თუ როდესაც ჩვენ ამას ვიაზრებთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვზრდით და ეს გზა ჩვენი გასავლელია, როდესაც ჩვენ ვაძლევთ საკუთარ თავს, მთელი სისავსით უფლებას, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და სიყვარული არის თანდევი ამ გზაზე, როცა ვიაზრებთ იმას, რომ ყველაზე მეტად ერთმანეთისგან გვწყინს დედები და შვილები, შვილები და მშობლები ერთმანეთს ყველაზე მეტად ტკენენ გულს, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს ვართ. და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. აი ამის გააზრებიდან და იმის გააზრებიდან რომ ჩვენ აქ იმიტომ ვართ ამ შემადგენლობით ოჯახში, რომ სწორედ იმ ტკივილებით ერთმანეთი უნდა გავზარდოთ, გაცილებით მარტივი იქნება ჩვენი ცხოვრების და გზის დაძლევა. ასე რომ ისევ და ისევ გააზრება და ზრდა განვითარება იქნება ჩემი მესიჯი. მეტი სინათლის შეტანა ყველაფერში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა საინტერესო პასუხებისთვის და ინფორმაციისთვის. ჩვენი პირველი ეპიზოდი ამით დასრულებულია. ეს არის პოდკასტი Teen Talk,
მოგწერეთ, გამოგვიწერეთ და ჩაერთეთ ჩვენ ანონიმურ გამოკითხვებში და ჩვენგან გაიგებთ იმაზე მეც, ვიდრე სკოლაში გასწავლიან.